არც ალბათ ოპოზიცია ამ ჯერზე ახლა ამერიკანიზაციას გამოაცხადებს რაიმე პრობლემად. სინამდვილეში კი საქმე ძალიან მარტივად არის. საქართველო და იცით რომ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სხვადასხვა მონაცემით საქართველო არის ლიდერი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოში, არა მხოლოდ რეგიონში. რაც ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საქართველო არის მშვიდობისა და სტაბილურობის კუნძული იმ რეგიონში, სადაც გარშემო ახალი კონფლიქტები იწყება და მწვავდება. და მესამე, საქართველო მისი მოწყობა, მმართველობა არის ერთ-ერთი წარმატებული და ყველა ობიექტური საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ იქნება ეს კორუფციის დაბალი დონე, იქნება ეს კარგი მმართველობის რეიტინგები, საქართველო არის ლიდერი. სწორედ აი ამ პირობების გამო საქართველოში არის შექმნილი კარგი საინვესტიციო გარემო და ეკონომიკურად მიმზიდველი არის საქართველო ყველასთვის. რა თქმა უნდა, ეს პროექტი სწორედ ამაზე მეტყოლებს, როდესაც ტრამპის კომპანია საკუთარ სახელს, საკუთარ ბრენდს საქართველოში, ამ ბრენდი ჩემოდის საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ ის კარგად იცნობს გარემოს, რაც არის, რა თქმა უნდა, ტრამპი და მისი კომპანია უფრთხილდება რეპუტაციას, რომელიც მას აქვს დაგროვილი და სწორედ ამ საკუთარი რეპუტაციით შემოდის ამ ბიზნეს პროექტში, რაც არის მნიშვნელოვანი ამ მხრივაც, როგორც თავისთავად ეს ფაქტი უკვე სხვა მიმართულებითაც ინვესტიციების მოზიდვისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ბრენდი შემოდის და ნდობას უცხადებს უპირველეს ყოვლისა საქართველოს და მის შესაძლებლობებს და შესაბამისად წაახალისებს ასევე არა მხოლოდ ინვესტიციებს, არამედ ზოგადად უძრავქონების ბაზარზე ახალ სტანდარტს შემოიტანს. უნდა გკითხოთ პატრიარქის არჩევნებზე. ორი მეუღლე, მეუღლე გიორგი და მეუღლე იაკობი თავებას მოუმართავთ და გეუბნებათ, რომ პაპზე დიდი პაპი და კათოლიკე მოიქნებით, ჩაერავით საპატრიარქო არჩევნებში. ამბობენ, რომ ცდუნება შეიძლება გქონდეთ, მაგრამ არ ჩაერიოთ და შეიძლება გქონდეთ სიმპათია კონკრეტული კანდიდატის მიმართ, თუმცა არც პირდაპირ და არც ირიბად არ უნდა გქონდეთ მცდელობა ჩარევის. რატომ დასჭირდათ ქადაგების დროს თქმა მეუღლეებს ხელისუფლების მიმართ, რომ თავი შეიკავოთ ჩარევებისგან? სრულად ვიზიარებ, მეუფე იაკობის, მეუფე გიორგის თუ არ ვცდები, მეორე მისი განცხადება იყო, მათ სულისკვეთებას, რომ ჩარევა არ უნდა მოხდეს, არის სრულად წმინდა სინოდის კომპეტენცია, პატრიარქის არჩევა, შესაბამისად ჩვენი განწყობაც, სურვილიც და მოწოდებაც სწორედ ეს არის, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკვირდებით, რომ არის რიგი პარტიები, მათ შორის თქვენ ტელევიზიიდან ხედავთ ჩვენ მართლაც კამპანიას, რომელიც მიმართული არის კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ და არა მხოლოდ მიმართული არის გარდაცვლილი პატრიარქის წინააღმდეგ, რაც რა თქმა უნდა არის მიუღებელი. ამიტომ ამ საკითხებზე რა თქმა უნდა ჩვენი განცხადებები გვაქვს ხოლმე და მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა გაუფრთხილდეთ სინოდის კომპეტენციას, უფლებამოსილებას, რომ აირჩიოს პატრიარქი, შესაბამისად ჩვენ ზუსტად ამ სულისკვეთებით მოხვდებით. ერთადერთ პარტიას მოუწოდეს ამბიონიდან მეუფეებმა, ეს იყო ქართული ოცნება, ჩაერავით არჩევნებში. იქ სხვა პარტია არ უხსენებიათ, არც თქვენ მიერ დასახელებული ოპოზიციური პარტიები. ამბობენ, რომ ირიბადაც კი არ უნდა გქონდეთ მცდელობა. თქვენ მოგმართავენ კონკრეტულად სხვა პარტიებს არა, ერთადერთ პარტიას ქართულ ოცნებას. პარტიას თუ გულისხმობთ ხელისუფლებაში მყოფ ძალას მოგმართავენ. კიდევ ერთხელ სრულად ვიზიარებ ამ სულისკვეთებას, რომ არავინ უნდა ჩაერიოს. ასეთი გამსჭვალული ხართ და ეთანხმებით, რატომ დასჭირდა მეუფეებს ორსთან ქადაგების დროს თქვენთვის მომართვა? თქვენ ხვდებით ყველა თუ რამხელა პასუხისმგებლობის წინაშე დგანან დღეს წმინდა სინოდის წევრები. ეს არის 50 წელში ერთი შემთხვევა, მეორე შემთხვევა უფრო სწორედ 1977 წლიდან პირველი შემთხვევა, როდესაც სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მე სრულად მესმის, რომ ყველა სიფრთხილის ზომა, ყველა მსგავსი მოწოდება, რომ მეუფეებს ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა, რომ ზაგითხათ 50 წელიწადში ერთხელ რომ ხდება ასეთი საკითხი, ასეთი საპასუხო გადაწყვეტილება არის მისაღები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ მეუფეებმა საჯაროთაც, ზოგადადაც ისაუბრონ იმაზე, ყველას მიმართ, ყველას
ყველას მიმართ არა, მე მგონი სხვა სიგულისხმებოდა კონკრეტულად დაასახელა კიდევაც სხვას დაასახელა სულად ვიზიარებ კიდევ ერთხელ სულად ვიზიარებ მეუფეების არ უნდა ჩაერიოს არავინ არ უნდა ჩაერიოს არა ეს არავის არ უთქვას რომ ხედავენ არის რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს და ეს მნიშვნელოვანია მოდით მივუყვეთ თანმიმდევრობით მივუყვეთ აი ხო არ მგონია რომ მარტო ხელისუფლებას ყველას მიმართავენ რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს რა თქმა უნდა სულად ვიზიარებ რომ წმინდა სინოდის გადასაწყვეტი არის პატრიარქის არჩევა და რა თქმა უნდა სულად ვიზიარებ იმ პოზიციებს რომელიც ქართულ ეკლესიას გააჩნია არჩევნებთან დაკავშირებით ლიდერობს ყოფილი პრეზიდენტის პარტია როგორც უცდესა და მე არის ევროსკეპტიკოსი ასევე მხარს უჭერს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას ეწინააღმდეგება ჩვენ ვნახეთ უნგარეთს რა მოუტანა მრავალპარტიულობამ და როგორც თავად ამბობენ მოსახლეობა ეს იყო ევრობიუროკრატების მხრიდან თავს მოხვეული თქვენ რა შეგიძლიათ რა თქვათ როგორ აფასებთ რაც ხდება ხომ უბრალოდ ყოვლისა მნიშვნელოვანი არის რომ თავად არჩევნები წარმატებული იყოს იმ მხრივ რომ ჩვენ ვაგვირდებით რომ ბოლო 5 წელიწადში ეს მერვე არჩევნებია ბულგარეთში სამწუხაროდ წინა პერიოდში ან ვერ ხდებოდა უმრავლესობის ფორმირება ან ძალიან მოკლევადიანი იყო ხოლმე. სხვა შორის მე რამდენიმე თვის წინ გახდით ბულგარეთში, შაშან ნოემბერში და მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ რადევს შევხვდი და მაშინათვე უკვე ცნობილი იყო რომ ის აპირებდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და იცით რომ შემდეგ ის იანვარში გადადგა პრეზიდენტის თანამდებობიდან და ხედავთ რომ როგორც ჩანს ის იქნება მისი პარტია იქნება გამარჯვებული პარტია ამ არჩევნებში ნახოთ რამდენად ექნება შესაძლებელი როგორც ჩანს მას ექნება ერთპარტიულად უმრავლესობის დაკომპლექტების შესაძლებლობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ვინაიდან ბულგარეთთან ჩვენთვის ორმხრივი ურთიერთობა ერთ-ერთი პრიორიტეტი არის შავ ზღვის რეგიონში ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის რომ ჩამოყალიბდეს სტაბილური უმრავლესობის მქონე მთავრობა და იმედია რომ ასეც მოხდება რაც შეეხება მის პოზიციებს ეს ხო ნაცადი ხერხი არის ხა ეს კინო ნანახი გვაქვს ვინც ერთ რამეში მაინც არ ეთანხმება ბრიუსელს ყველა ირაცხება პრორუსად ასე შერაცხეს ტრამპიც პრორუსი არის სხვა შორის დიდად არ განსხვავდება მისი და ტრამპის პოზიციები რამდენადაც მე ვხვდები ასე შერაცხეს ტრამპი პრორუსად ასე შერაცხეს ქართული ოცნება პრორუსად ყველა ვინცაც საკუთარი თავი აბია მხრებზე და კრიტიკულ რაიმეს იტყვის ხოლმე ბრიუსელზე ან არ ეთანხმება რაიმე საკითხში კრიტიკის გარეშეც უბრალოდ არ ეთანხმება რაღაცაში ყველა შეერაცხება პრორუსად ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული ხალხი სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული, როდესაც უნდა მოხდეს, ასე ვთქვათ, ცალკე როცა უცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იმუშავა. თავისთავად ჩვენ ხედავთ ეს სხვათა შორის საინტერესო არის უნგრეთის არჩევნების შედეგები ამ ხრივ საინტერესო იცით რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა და ყველა მიულოცა და ჩვენც ულოცავთ რა თქმა უნდა თუმცა გაიხსენეთ ჩვენთან რა ისტერია ქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს რომ თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს ეს უნდა იყოს მიზანი თითქოს კონსტიტუციური უმრავლესობა არის რაღაცა არ ვიცი არადემოკრატიული და თითქოს ერთ პარტიას თუ აქვს უმრავლესობა ეს არის არადემოკრატიული და კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ ეს თავის გადაუფურცლოთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათურითო ჩვენ გვარწმუნებდნენ თითქოს ერთპარტიული უმრავლესობა კონსტიტუციური უმრავლესობა რაღაცა ცუდი და ანტიდემოკრატიული არის. დაადასტურა თავად ბრიუსელმა, რომ თავარი არის ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი
ამ თავისი ნაბიჯითაც დამარცხდა ქართველებთან იმით, რომ ის, რასაც ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, ერთი პარტიის უმრავლესობის ქონა არის ცუდი, ეს ყველაფერი მამლის ყივილამდე უარყოფს. ბატონო შაქერიშვილი აღწერს წერილს და ამბობს, რომ რამდენი მარგინალური ეგრეთ წოდებული ოპოზიციური პარტიაც არ უნდა ეკრძალოს საქართველოში, deep state ან გლობალური ომის პარტია მაინც არ გადაუდგოს თავისი დღის წესრიგსო და რომ ხელისუფლება შეცვალოს და თავისი მარიონეტი დაცვას. ამის ნათელი მაგალითი არის უნგრეთი, სადაც ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპის გამოყენებით დაამარცხა. სწორედ ამიტომ ახლა აუცილებელია ხალხის მეტად ინფორმირება ამის შესახებ. თავისთავად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ღობევა იმასაც აჩვენებს, რომ ის ფარსი, რასაც ჩვენ ვეთამაშებოდნენ თითქოს აინტერესებთ რაღაც მრავალპარტიულობა, აინტერესებთ პლურალიზმი, ეს ყველაფერი არის ფარსი, ყველაფერი არის მხოლოდ საბაბი, ინსტრუმენტები იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანაზე ზეწოლა მოახდინონ. ასე რომ კიდევ ერთხელ თავარი რაც ახლა ჩანს არის ის, რომ ახალი გლობალური წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში ამ ძალებს აინტერესებთ მარიონეტული ხელისუფლებების ყველა სხვადასხვა ქვეყანაში. ეს არის დღეს მთავარი ამოცანა, რასაც ვხედავთ, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები. ეს როგორც იკვეთება, რომ ახალი გლობალური წესრიგისთვის სწორედ ამას ცდილობს დღეს ის გლობალური ომის პარტია, რომელიც ვხედავთ, რომ არისვენებს სხვადასხვა ქვეყანაში. და ამასთან დაკავშირებით სხვა შორის ამ მხრივ მინდა ერთი საკითხი კიდე ერთი საკითხი ამასთან დაკავშირებით მინდა რომ ასევე ვაცნობო საზოგადოებას. თქვენ იცით რომ მას შემდეგ რაც 2 მარტს თუ არ ვცდები, ხო 26 წლის 2 მარტს რადიკალურმა ოპოზიციურ პარტიებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას და შექმნეს ეგრეთ წოდებული ალიანსი, სადაც მათ განაცხადეს, რომ ექნებათ საერთო სტრატეგიული მიზნები, გაიზიარეს საერთო მიზნები და მათ შორის თქვეს, რომ ისინი იმუშავებენ იმისთვის, რომ მათი მიზანი არის კონსტიტუციის არაღიარება, კონსტიტუციური ინსტიტუტების არაღიარება, არჩევნებისთვის ძირის გამოთქმა ზოგადად დემოკრატიული პროცესების დემოკრატიის არაღიარება. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა ეს და მათ შორის გაერთიანდნენ ისინი, ვინც იყვნენ ორგანიზატორები ამ ალიანსში არიან, მათ შორის 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორები. ჩვენ ვთქვით, რომ ეს იქნებოდა საფუძველი იმისთვის, რომ ჩვენი კონსტიტუციური სარჩელისთვის, რომელიც სასამართლოში შეტანილი, გადაგვეხედა. გამომდინარე იქიდან, რომ ახლა გვაქვს უკვე ასე ვთქვათ ამ დეკლარაციით გაერთიანება, რომელიც იზიარებს სწორედ ამ მიზნებს, რომელიც იყო საფუძველი კონსტიტუციური სარჩელისა. ამიტომ ჩვენ დღეს მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით. ამავე დროს გამოვითხოვთ ძველ კონსტიტუციურ სარჩელს, რომელიც არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ჰქონდა შეტანილი და მიმართავთ ახალი დაკორექტირებული კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც ჩვენ შევგავსდით პარტიების რაოდენობას, კერძოდ თუ კი ჩამონათვალს, კერძოდ თუ კი თავდაპირველ კონსტიტუციურ სარჩელში ეს იყო 3 პარტია, ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის და ლელო. ახალ კონსტიტუციურ სარჩელში ამ 3 პარტიასთან ერთად იქნება ფედერალისტური პარტია. საფუძველზე მოგახსენეთ 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე აქამდე არსებულ 3 პარტიას ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიებიც, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთის მხრივ უყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორეს მხრივ ასევე უყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა
პოლიტიკაზე. დღეს ამ ალიანსში ვიცით რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის სამი ნაციონალურ მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის სამი მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენთვის ჩვენ გვქონდა მსჯელობა კონსტიტუციურ საჩელზე, შესაბამისად მეოთხე პარტია დაემატება ფედერალისტური პარტია გამომდინარე იქიდან, რომ იმ 2 მარტის დეკლარაციით კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის რეალური ლიდერები გახლავთ მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მაღალჩინოსნები. პარტიების აკრძალვაზე, როდესაც საუბრობთ, მინდა კითხოთ ცოტნე ივანიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც მას კითხვები დაუსვეს ძალადობის დაგმობაზე, ის საუბრობდა, რომ გმობს ამ ძალადობას, რაც იყო ქუჩებში და მათ შორის საუბარი იყო დებატებთან დაკავშირებით, რომ დებატები არ უნდა სრულდებოდეს ნაცის აკაცულკის ძახებით ერთმანეთის მიმართ. თქვენ ეთანხმებით თუ არა მის პოზიციებს და მაშინ როცა აპირებთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ ამ დებატებისთვის სივრცე, რაზეც ისაუბრა ცოტნე ივანიშვილი? სწორედ ამ მიზანს ემსახურება პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვა, ვინაიდან სწორედ ეს ლიდერები სააკაშვილი, ბოკერია, გვარამია, სხვები გახდნენ ისინი, ვინც სიძულვილის ენა, ზიზღის ენა აქცია პოლიტიკური დაპირისპირების თუ ასე ვთქვათ გარჩევის ტერმინებად. უყურეთ თუ ნებისმიერ მედიას მით უმეტეს არ გაგიჭირდებათ და თუ კი ჩაყვებით თუ როგორ დამკვირდა ქართულ მედიაში სიძულვილის ენა, თქვენ მიაგნებთ ამის პირველ წყაროს, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც ზიზღი აქცია ჟურნალისტურ სტანდარტად. თუ კი თქვენ დააკვირდებით, ვინ დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში სიძულვილის ენა, თქვენ მიაკლებთ მიხეილ სააკაშვილს, ბოკერია, ისევ გვარამიას მაშინ პოლიტიკაში, რომელმაც ეს პოლიტიკაში დაამკვიდრეს. რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკურ დებატებში ასე ვთქვათ უხეში და აგრესიული თავდასხმებია, რა თქმა უნდა, ჩვენც იძულებული ვართ უპასუხოთ. და ეს მიემართება არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ აქტორებს, ეს მიემართება გარე აქტორებს. ჩვენ არაერთხელ გვითქმამს უცხოელებისთვისაც, მათ შორის რომლებიც ხანდახან წაიწუწუნებენ ხოლმე, რომ რატომ არის კრიტიკა ელჩის მიმართ თუ ზოგიერთ უცხოელ პოლიტიკოსის მიმართ. ჩვენი პასუხი არის მარტივი, რომ როდესაც ხდება ჩვენზე თავდასხმა, მათ შორის როცა ხდება ვერბალური თავდასხმა, რა თქმა უნდა, ჩვენ იძულებული ვართ უპასუხოთ ამ ყველაფერს. ამ განცხადებებს, რომელიც ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა, რომ ნებისმიერი დებატი არ თავდებოდეს. აკაცუკი ნაცი, და ძიძახის ქართული ოცნება. პირიქით, ამდენი ხანი იმიტომ ვისაუბრე, რომ მეთქვა, რომ ზუსტადაც რომ ვადასტურებ. უყურეთ არის ეს ტერმინები. ამდენი ხანი სწორედ ამის ახსნას ვცდილობდი მაგალითებით, რომ პირიქით ზუსტადაც რომ ვიზიარებ და მნიშვნელოვანი არის რომ წყარო ის ვინც დაამკვიდრა, ვინც ამის ნორმალიზებას ახდენს და დღესაც ამის ნორმალიზებას ახდენს, მათი ადგილი პოლიტიკურ დისკუსიაში არ უნდა იყოს. ვისაც ქართულ ოცნებასთან რაიმე სახის პრეტენზია აქვს? მე შეგახსენებთ რომ ფაშისტური შეძახილი მონა დაამკვიდრა სწორედ ნაციონალურ მოძრაობამ, უცხოეთიდან დაფინანსებულმა NGO-ებმა და დაამკვიდრა ზოგიერთმა ელჩმა, რომელმაც გვერდში დაიყენა ფაშისტები სურათებში და ამბობდა, რომ ეს გახლავთ საქართველოს მომავალიო ადამიანები, რომლებიც ფაშისტური შეძახილებით დადიან თბილისის ქუჩებში. მაშინ არა, რა თქმა უნდა, არ უნდა თავდებოდეს და სწორედ ის რომ ის ინიციატივა რაც დღეს აქვს იმეც რუსთავიოს სადაც მედის დებატები, მე მგონი ხედავთ თუ რა არის და ჩვენც ვცდილობთ რომ რა თქმა უნდა ვაჩვენოთ რა უნდა იყოს პოლიტიკური დებატის სტანდარტი და მე მგონი რთულად გაიხსენებთ
ამ რამდენი ხანი უკვე დებატები მიდის, ერთ შემთხვევასაც კი, სადაც რაიმე ასეთი ტერმინოლოგიით იყო ახსოვს. გამოიღებს ტერმინებს ნაცი და ჩვენ არ შემოგვიღია, ჩვენ არ შემოგვიღია საქმე იმაშია, როდესაც თავს გესხმიან ვერბალურად, ჩვენ არ ნურავი ნუიფიქრებს, რომ ჩვენ ესე დავდგებით და უბრალოდ მოусმეთ. რა თქმა უნდა, ყველა მიიღებს პასუხს. ამიტომ პირველ წყარო არის აქ პრობლემა. წყარო ის, ვინც დაამკვიდრა ზიზღის ენა, მისი ადგილი პოლიტიკურ დემოკრატიულ პოლიტიკურ სივრცეში არ უნდა იყოს და დებატებაში. როგორც კი ნებისმიერი დებატი, სადაც თქვენ დაუშვებთ ნიკა გვარამიას ქართული ზიზღის ენის აქვია შემქმნელს და გამავრცელებას, ხომ გასაგებია ხო იქ რაც მოხდება. ხომ გასაგებია რომ გადახედეთ ახლა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ არ შეუძლიათ უბრალოდ ჩვეულებრივი შინაარსობრივი საუბარი და მიზეზი მარტივი არის. ვინაიდან არ აქვს შინაარსობრივი არგუმენტები საკითხებთან დაკავშირებით, არ აქვთ პოზიციები, რომლებსაც ისინი დაიცავენ და ამოვიდოს აქვთ დავალება, რომ რაიმენარია თავს დაესხან ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ რჩებათ, რომ თუ გარდა იმისა, რომ ლანძღვით გაიტანონ თავი და კიდევ ერთხელ ამაში მათ მხარს უბავენ გარედანაც. შეგახსენებთ რასა იუკნევიჩიანებს და მსგავს ადამიანებს, რომლებიც კიდევ ერთხელ ფაშისტური ტერმინებით მიმართავენ ქართველებს და თავს ესხმიან საქართველოს ოპოზიციასთან დაკავშირებით კითხვა გუშინ გიორგი ვაშაძემ გააკეთა განცხადება და ის ამბობს, რომ კარდაკარის პრინციპს იწყებენ თბილისიდან, ისინი შეხვდებიან უსაფრთხოებას, სწორედ მათგან მოიპოვებენ მანდატს და ის საუბრობს, რომ 26 მაისს მათი აქცია აჩვენებს ხალხის განწყობას მათ მიმართ. ანუ ბევრი რაღაც გადავახარისხდო, ბევრი რაღაც გავიაზრეთ და მივხვდით რაღაცები შეცდომაო, ამიტომ იწყებენ კარდაკარის პრინციპს. რა ექნება მათ ამ ცდილობას შედეგად? ანუ ჩვენ ხედავთ ეს სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი და მათი მეორე დონის ეშელონი ვაშაძეების და სხვების სახით. ნაცვე მოძრაობა ხა მათგან შეჩვეული ვარ ჩვენ ყოველ ჯერზე არეულობის, რევოლუციების, სისხლისღვრის და ასე დაანონსებას. 4 ოქტომბერსაც ასე აანონსებდნენ ხელისუფლების დამხობას სამწუხაროდ ევროკავშირმა მაშინ ხარი დაუჭირა და გვერდში დაუდგა მათ ვინც ვისაც დაანონსებული ჰქონდა ნეპალის მოწყობა საქართველოში და ბრიუსელიდან მხარდაჭერით შეგულიანებულებმა ნახეთ რომ სცადეს პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და კიდევ ერთხელ დამარცხდნენ ქართულ საზოგადოებასთან. ნუ ახლა ვხედავთ რომ ასე ნირწამხდარ ამ ჯერზე კიდევ უფრო ცოტა ნირწამხდარი ნაცები ცდილობენ რომ 26 მაისი იქნებ რაიმენერე ჩააშხამონ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ ცოტა მე მგონი ჯობია რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, შევხედოთ ნაცმოძრაობა სააკაშვილი ბოკერია გვარამიას რეინკარნირებული კრიმინალური რეჟიმის ალიანსი როგორც ცდილობს კვლავ რომ დააზიანოს ჩვენი ქვეყანა. ვფიქრობ რომ ქართველი ხალხი ძალიან მშვიდად და ადეკვატურად შეხვდება. რა თქმა უნდა, იქნება რამდენიმე აკაცუკი, რომელიც ესე იგი ახალი აი ხო გითხარით პასუხია ყოველთვის თქო და ახალი იმუქრებიან რომ უნდა აუცილებლად დავამხოთ და ავატრიალოთ, ამ დროს პასუხია ხოლმე. საიას ბატონო შალვა, საიას არჩევნებში აქვს ევროპის სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოს მიმართან დღეს გააკეთეს მათ განცხადება და ისინი ამბობენ რომ სარჩელი ეხება ნოემბერ-დეკემბერში სამართალდამცავების მხრიდან წამებისა და არადამი მოყრობის ფაქტებსო. რა გაგრძელება შეიძლება ქონდეს საიას არჩევნს? მიმართონ ეს მათი უფლება არის, ჩვენ რამდენიმე ასეთი გულში ჯიღისცემით სარჩელის მიმართვა ნახეთ, ყველგან დამარცხდნენ საქართველოს სახელმწიფოსთან ისინი, ვინც უცხოელების ზურგით ცდილობდნენ სააკაშვილის საქმეზე, მელიას საქმეზე, გვარამიას საქმეზე, რუსთავიორის საქმეზე, სხვა მილიონ საქმეზე იმის თქმას თითქოს საქართველოს სახელმწიფო იქცეოდა რაიმე სახით კონვენციის მიღმა და ყველგან დამარცხდნენ. უბრალოდ იმდენი ქართველობაც არ ყოფნით მე ამ ხალხს რომ ბოდიში მოიხადონ იმისთვის რომ საქართველოს ცილს წამებდნენ. ასე რომ მიმართონ კი ბატონო მეორე საკითხი რაც საინტერესო არის ალბათ ახლა საიამ ახლა კი უნდა განაცხადოს რომ იცით რომ 5 მარტს იყო ბოლოვა და გრანტები მიმდინარე გრანტებთან დაკავშირებით რომ მიემართა დონორებს სახელმწიფოსთვის გრანტებზე თანხმობის მისაცემად
5 აპრილს ბოდიში და 5 მაისს 5 აპრილს უნდა მიემართა და ჩემთვის საინტერესოა მიმართა თუ არა საიას დონორმა ხელისუფლებას და საინტერესოა საიდან ფინანსდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუ არ მიმართა და ეს უცხოური დაფინანსებით ხდება კვლავ საქართველოზე თავდასხმის ორგანიზება, აქ რა თქმა უნდა საინტერესო იქნება ჩავიხედოთ რასთან გვაქვს საქმე. აკრანიგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს და პროცესში ჩართულია გავრცელებული ინფორმაციის სხვადასხვა ორგანიზაციები, მათ შორის არის ფარი და მისი ლიდერი, ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ მომავლის აკადემიაში ტარდებოდა მსგავსი ტრენინგები, ზოგადად რომ გითხრათ ჩვენ მოგხსნით ამას თქვენ განცხადებასთან დაკავშირებით, რას ემსახურება ეს სემინარები თქვენ პოზიციაზე? ხო, ბლაჟევიჩის რადიკალურ დაჯგუფებას რაც შეეხება, რასაც ის ატრენინგებს, ხა პირველი არ არის, იმაქამდე იყვნენ აკერმანის დაჯგუფება, ახლა ბლაჟევიჩის დაჯგუფება, რა ვიცი, ქართული არაფერი არ მოსწონს მოკლედ ამ ხალხს, არ ვიცი, ვერანაირად ინსპირაციას ვერ პოულობენ თუნდაც ქართულ პროტესტის ისტორიაში და ცდილობენ რომ უცხოელების მარიონეტები იყვნენ. კიდევ ერთხელ, ჩემთვის საკმაოდ ნათელია, რომ ეს არის ჩვეულებრივი სპეცსამსახურების პროექტი და იცით თქვენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდება ამ პროცესს, ასე რომ ყველაფერზე დარწმუნებული ვარ, რომ ინფორმირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შესაბამის ზომებსაც იღებს. ეს არის ჩვეულებრივი ოპერაცია საქართველოს სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ის იყო აკერმანის შემთხვევაში, ახლა ბლაჟევიჩი და სხვები და ამისი ეჭვი რა თქმა უნდა ძალიან რეალური არის. უბრალოდ კარგია რომ არ იმალება ესეთ რაღაცა, ესეც გაკვეთილი უნდა იყოს მე მგონი სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებისთვის, რომ ასეთი მავნებლობა საქართველოში არ იმალება და არც დაიმალება. ბევრი რამის გამო, არა მხოლოდ იმიტომ რომ უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისად მუშაობს, იმიტომაც რომ პატარა ქვეყანა ვართ და ყველაფერი ვიცით და ესეთი საკითხები რთულია რომ დაიმალოს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ვიცი, მაღალი დონის კონსპირაციით მიმდინარეობდა თუ მიმდინარეობს არ ვიცი მე ეს პროექტი, ამ კონსპირაციის მიღმასაც ძალიან ადვილად იშიფრება ყველაფერი, პატარა ქვეყანა, ყველა სიცნობს და ნურავის ნუ ექნება იმედი რომ ფარულად შეძლებენ საქართველოსთვის ძილის გამოთხას. თავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ევროკავშირის ტერიტორიიდან. ევროკავშირის ტერიტორია დღეს იქცა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმის წყაროდ და ადგილად და ამ შემთხვევაში კანდიდატ ქვეყნის დემოკრატიას და სუვერენიტეტს თავს ესხმიან ევროკავშირის ტერიტორიიდან. რაღაცა უნდა ვისაუბროთ ჩვენ და გასაგებია რომ ის ნდობა რომელიც ჩამოშალა თავად ბრიუსელმა ქართული ხალხის თვალში საკუთარი თავის მიმართ ამ ნდობას წლები დაჭირდება რომ აღადგინონ ეს დროება მით უმეტეს როდესაც ვხედავთ და ამ ბლაჟევიჩს კიდევ ერთხელ ვიტყვი ღია წყაროებიდანაც რაც ჩანს პრაღის ცენტრი რაც არის ფინანსდება ევროკომისიის ფულით ასე შეგვიძლია პირდაპირ თქვა რომ ევროკომისიისგან დაფინანსებული ადამიანის მეშვეობით ხდება თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიას უფრო ცალსახა რომ იყოს ეს ამბავი. ეს არის ინვესტიცია თუ ამ შემთხვევაში ქართველი დეველოპერები იყენებენ ტრამპის კომპანიის სახელს. სახელის ყიდვა არის თუ ეს არის ინვესტიცია, უფრო კარგად რომ განმომარტოთ საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ინვესტიცია შეიძლება იყოს არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის, არამედ შეიძლება იყოს საკუთარი სახელით ინვესტიცია, როდესაც და რა თქმა უნდა, საკუთარი რეპუტაციით, საკუთარი ბრენდით, სახელით შედიხარ იქ, სადაც გაქვს ნდობა, მისთან მიმართაც გაქვს. არ ვიცი მე არ ვიცი აქ რა შეთანხმება არის, მთავარი მნიშვნელოვანი მომენტი აქ არის, ვფიქრობ, რომ ეს არის ტრამპის ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი რეპუტაციით და ბრენდით შემოდის. არ ვიცი ხა წადით კომერცი რა შეეხება კომერციულ შინაარსს რაც შეეხება ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ხა რა ვიცი კითხეთ უყურეთ შერატონი რედისონი ასე შემდეგ სხვადასხვა კომპანიები შემოდის ხა არ ვიცით იქ როგორი მოლაპარაკებით შემოდიან ხოლმე რა არის მათი ბრენდის ნაწილი რა არის მათი ინვესტიცია არაფერი მნიშვნელოვანი არის რომ ტრამპი საკუთარი ბრენდით შემოდის საქართველოში რაც აჩვენებს რომ ეს არის უცხადებს ამით ნდობას ეს არის
ეს არის გეწყინათ რა მე ამერიკანიზაცია არ მოხდა თუ რა ხდება ძალიან გწყინთ რაღაც უყურეთ ხო მარტივი საკითხია ხო უყურეთ როდესაც შედიხარ შენი ბრენდიც სხვა ქვეყანაში ნიშნავს რომ ამით უცხადებ ნდობას ბიზნეს გარემოს ბიზნეს პარტნიორებს და სახელმწიფოს რომელსაც ანდობ შენს პროექტს არ თქვენ კომერციული შეთანხმების დეტალები ან თქვენ რა იცით ან მე რატო უნდა ვიცოდე ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის რომ განხორციელდება მნიშვნელოვანი პროექტი იცით რომ იქნება პირველი ამ მასშტაბით გამორჩეული და იქნება რაც მთავარია მნიშვნელოვანი ბრენდი შემოდის საქართველოში რაც გულისხმობს არა მხოლოდ სახელს არამედ გულისხმობს სტანდარტს და სტანდარტს რომელსაც არ ვიცი ხა მე ამ დეტალებს იყო საუბარი 47 სართულიანი შენობების აშენებასთან დაკავშირებით. მაშინ ჩვენ გვახსოვს რა იყო ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ეს არის ტრიუკი ტრამპის მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სკეპტიკურად უყურებდა ამ ყველაფერს. ახლა რა შეიცვალა? ახლა მისი განცხადება იყო და თქვენ ნახეთ ეს ძველი განცხადება იყო კიდევაც ამ დღეებში სოციალში. საუბრობდა რომ არ იცნობს ამ პროექტის დეტალებს და გაერკვეოდა ამ პროექტის დეტალებს. შემდეგ ნახეთ რომ თავად ტრამპი გავიდა პროექტიდან. ტრიუქი ამ ყველაფერს, რა ვიცი, გამოგონილი პროექტი რაღაცა არა, ის საუბრობდა რომ არ იცნობს ამ პროექტის შინაარსს. უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ მიხეილ სააკაშვილის როგორც ქცევაც ჰქონდა, გამორიცხული არ იყო აქ პოლიტიკური мотиваციები ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. და კიდევ ერთხელ თავად მაშინ თქვენ როგორ გავსი როგორი? რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური мотиваცია არის, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი პროექტი განხორციელდეს, რაც შეიძლება სახელის მქონე კომპანიები შემოვიდეს, იმიტომ რომ ეს პროექტი თავად ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბრენდი ტრამპ ტაუერი შემოდის საქართველოში. ერთი, მეორე მნიშვნელოვანი არის, რომ თავად ეს პროექტი იქნება განსაკუთრებული ხარისხის თუ სტანდარტის მატარებელი, ვინაიდან ეს თავში გულისხმობს, რომ სტანდარტები იქნება მთლიანად დადგენილი და შეთანხმებული ტრამპის კომპანიასთან და მესამე ეს არის სიგნალი სხვა ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში არის კარგი საინვესტიციო გარემო და მოიზიდავს ეს თავისთავად უკვე გახდება მიზიდვის წერტილი. ოპოზიცია საერთოდ არ შეიძლება გადაიზარდოს.